ორშაბათ დილით გიორგი დარწმუნებულია, რომ ამჯერად ნამდვილად შეიცვლება. მაგიდაზე ახალ რვეულს, წიგნს და სრულყოფილ გეგმას ალაგებს. მისი გეგმა დიდია. დილის 5-ზე ადგომა, 1 საათი კითხვა, ვარჯიში და რამდენიმე სხვა ჩვევა ერთდროულად. პირველი დღე კარგად მიდის. მეორე დღეს ცოტა აგვიანებს. მესამე დილით კი მაღვიძარას თიშავს და ისე ვიძინებს. გიორგი ფიქრობს, რომ მოტივაცია დაკარგა. სინამდვილეში მან ჩვევა ემოციურ ენთუზიაზმზე ააშენა და არა გამძლე სისტემაზე. მოტივაციაზე აშენებული გეგმა ხშირად ერთნაირ მრუდს მიჰყვება. ძლიერი დასაწყისი, პირველი სირთულე, გამოტოვებული დღე და ბოლოს საკუთარ თავში ეჭვი. პრობლემა სურვილის ნაკლებობა კი არა, ცუდად აწყობილი პროცესია. ორშაბათის ენერგია გეგმის სიმარტივეს მალავს. როცა ყველაფერი ახალია, დიდი მოქმედებაც დროებით შესაძლებელი გვეჩვენება. მაგრამ ეს ძალა მალე მცირდება. მეორე დღეს სიახლე ქრება და რეალური ხახუნი ჩნდება. წიგნი შორსაა, ტანსაცმელი მოუმზადებელია და დრო ზუსტად განსაზღვრული არაა. მესამე დღეს ერთი გამოტოვება დიდ მარცხად ეჩვენება. პატარა შეფერხება მის გონებაში მთელი გეგმის დასრულებად იქცევა. მეოთხე დღეს ის ძველ რეჟიმს უბრუნდება და საკუთარ თავს არათანმიმდევრულ ადამიანად მიიჩნევს. სწორედ აქ იბადება მცდარი დასკვნა. ჯერ გავარკვიოთ, რატომ ქრება მოტივაცია და რატომ არ უნდა დაეყრდნოს ჩვევა მხოლოდ განწყობას. მოტივაცია მოქმედების დაწყებაში გვეხმარება, მაგრამ ის ყოველდღე ერთნაირი ძალით არ ჩნდება. ამიტომ სტაბილურობას ვერ ჩაანაცვლებს. ნინო სამსახურის შემდეგ დაღლილია, მაგრამ ჩანთა კართან წინასწარ აქვს გამზადებული. გარემო მის გადაწყვეტილებას ეხმარება. მას ნებისყოფის დაძაბვა ნაკლებად სჭირდება. გიორგის კი მოქმედება ზედმეტად დიდია. 1 საათის კითხვა იმ საღამოს იწყება, როცა მას მხოლოდ 10 წუთის ენერგია აქვს. მინიშნებაც ბუნდოვანია, როცა დრო მექნება. ასეთი მომენტი კალენდარში არ არსებობს და დღის ხმაურში ადვილად იკარგება. ახალი ჩვევის 3 გავრცელებული მტერი არის ზედმეტად დიდი მიზანი, ბუნდოვანი მინიშნება და მოუმზადებელი გარემო. ამ სამიდან ერთიც საკმარისია, რომ მარტივი მოქმედება რთულ ყოველდღიურ პროექტად გადაიქცეს. სისტემა ჯერ დაწყებამდე სუსტდება. თუ წიგნით აროზეა, ტელეფონი ხელში და ოთახი ხმაურიანი, არჩევანი დაწყებამდე უკვე ძველი ჩვევისკენ გადაიხარა. ეს არჩევანი ხშირად შეუმჩნევლად ხდება. ჯილდოც ძალიან შორსაა. ჯანმრთელობა, ცოდნა და უკეთესი ფორმა კარგია, მაგრამ დღევანდელ ტვინს ახლო უკავშირიც სჭირდება. როცა შესრულება არსად ჩანს, პროგრესი ემოციურად უხილავი რჩება. ადამიანს ეჩვენება, რომ ძალისხმევა შედეგს საერთოდ არ ქმნის. შემდეგ ჩნდება იდენტობის მძიმე ფრაზა. მე ჩვევებს ვერ ვინარჩუნებ. სინამდვილეში მან ჯერ მხოლოდ ცუდი სისტემა გამოცადა. ცუდად აწყობილი ჩვევა ასე გამოიყურება. ბუნდოვანი სურვილი დიდ მოქმედებად იქცევა. შედეგი ძალიან გვიან მოდის და ერთი გამოტოვება მიტოვებით სრულდება. ეს ჯაჭვი ჯერ დაწყებას ართულებს, შემდეგ კი საკუთარ თავში ეჭვს აძლიერებს. ახლა ძველი ფორმულა შევცვალოთ. გამძლე ჩვევას 4 ნაწილი აქვს და თითოეული მათგანი დაწყებას უფრო მარტივს ხდის. პირველი არის მკაფიო მინიშნება. ზუსტი დრო, ადგილი ან უკვე არსებული მოქმედება, რომელსაც ახალი ჩვევა მიებმება. მეორე არის იმდენად პატარა მოქმედება, რომ დაღლილ დღესაც შეძლოთ. დასაწყისი განზრახ უნდა იყოს მოკრძალებული. მიზანი მხოლოდ დაწყების გამარტივებაა. მესამე არის დაუყოვნებელი პატარა ჯილდო. დასრულების მონიშნა, კმაყოფილების მოკლე პაუზა ან პროგრესის ხილული კვალი. ასე პროგრესი თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი ხდება. მეოთხე ნაწილი არის გამეორების მტკიცებულება. მთლიან სისტემას ასეთი ფორმა აქვს. მკაფიო მინიშნება, უმცირესი მოქმედება, სწრაფი ჯილდო და ხილული პროგრესი. ამ ოთხეულის მიზანი მოქმედების დაწყების გამარტივებაა. ასე სისტემა ყოველდღიურ პირობებს უკეთერგება. გიორგი ერთ ჩვევას ირჩევს. ყოველდღე კითხვა. ამჯერად მისი მიზანი საათის დასრულება კი არა, მოქმედების გამეორებაა. ის ახალ ჩვევას უკვე არსებულ საღამოს ჩაის უკავშირებს. ჩაი ხდება ბუნებრივი სიგნალი, რომელიც დამატებით შეხსენებას აღარ საჭიროებს. წიგნს დივანზე წინასწარ ტოვებს. მინიშნების გამოჩენისას საჭირო ნივთი უკვე ხელის გაწვდენაზეა და გადაწყვეტილება მარტივდება. ეს გარემო მოქმედებას წინასწარ ეპატიჟება. მისი მინიმალური მოქმედება მხოლოდ 2 გვერდია. თუ ენერგია აქვს, მეტსაც წაიკითხავს. თუ არა, ჩვევა მაინც შესრულებულია. ახლა ეს სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყოთ, რათა თითოეული ნაწილი რეალურ ყოველდღიურ ცხოვრებას მოერგოს. პირველი ნაბიჯი მინიშნების არჩევაა. საუკეთესო მინიშნება უკვე ყოველდღე ხდება და თქვენს კონტროლს შედარებით ექვემდებარება. შემთხვევითი მოვლენები ნაკლებად საიმედო მინიშნებებია. მინიშნება ზუსტი უნდა იყოს. საღამოს წავიკითხავ ბუნდოვანია. ჩაის დასხმის შემდეგ წიგნს გავხსნი. მოქმედებადი. მეორე ფრაზა კონკრეტულ პასუხს წინასწარ განსაზღვრავს. ცუდი მინიშნება თქვენს განწყობას ელოდება. კარგი მინიშნება კი კონკრეტულ მოვლენას ეყრდნობა და კამათისთვის ნაკლებ სივრცეს ტოვებს. ჩაწერეთ ერთი თუ მაშინ წინა დადება. თუ ჩაის დავისხამ, მაშინ წიგნს გავხსნი და 2 გვერდს წავიკითხავ. ეს წინადადება ხილულ ადგილას დატოვეთ. კარგი მინიშნება 4 კითხვას პასუხობს. როდის, სად, რის შემდეგ და რა მოქმედება იწყება. რაც უფრო კონკრეტულია ეს კავშირი, მით ნაკლები გადაწყვეტილება გჭირდებათ ჩვევის დაწყების მომენტში. ასე მინიშნება რეალურ მოქმედებად გარდაიქმნება.
მეორე ნაბიჯი მოქმედების შემცირებაა. დასაწყისი იმდენად მარტივი უნდა იყოს, რომ ცუდ დღესაც რეალური დარჩეს. მიზანი მოქმედების კარის მარტივად გაღებაა. კითხვის ჩვევა შეიძლება ორ გვერდად იქცეს: ვარჯიში. ფეხსაცმლის ჩაცმად, წერა კი ერთ წინადადებად. სამივე შემთხვევაში დაწყება რამდენიმე წუთში ეტევა. გიორგი ვარჯიშის დღეებში მხოლოდ ფეხსაცმლის ჩაცმას და სახლიდან 5 წუთით გასვლას ითვლის მინიმალურ წარმატებად. ხშირად 5 წუთი ბუნებრივად უფრო დიდ მოძრაობად იქცევა. წერისას მისი წესი ერთ წინადადებას ითხოვს. ხშირად პირველი წინადადება მეორეს იწვევს, მაგრამ დამატება ვალდებულება აღარ არის. პატარა დასაწყისი სხვადასხვა ჩვევაში ერთნაირად მუშაობს. ორი გვერდი კითხვისთვის, ერთი წინადადება წერისთვის და მოკლე გასვლა მოძრაობისთვის. მიზანი შთამბეჭდავი შედეგი კი არა, მოქმედების კარის ყოველდღე გაღებაა. სწორედ ამით ჩვევა სტაბილურ დასაწყისს იღებს. მესამე ნაბიჯი გარემოს მომზადებაა. კარგი ჩვევა უნდა ჩანდეს, ცუდი არჩევანი კი ცოტა უფრო შორს იყოს. თუ მოქმედებამდე ნივთების ძებნა, ადგილის გაწმენდა და ფაილის გახსნა გჭირდებათ, დაწყების ენერგია წინასწარ იხარჯება. ეს ხახუნი ხშირად ჩვევას საერთოდ აჩერებს. ამიტომ გიორგი ყველაფერს წინა საღამოს ამზადებს. წიგნი დივანზეა, რვეული გახსნილია და სპორტული ფეხსაცმელი კართან დგას. შეტყობინებებს თიშავს და მაცდურავს პირველი ეკრანიდან აშორებს. ძველი ჩვევა რამდენიმე წამით ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. გარემოს მომზადების 4 წესი დაიმახსოვრეთ. სასურველი მოქმედება თვალსაჩინო გახადეთ, საჭირო ნივთი წინასწარ მოამზადეთ, ყურადღების განფანტავი მოაშორეთ და პირველი ნაბიჯი ერთ მოძრაობამდე შეამცირეთ. ასე კარგი არჩევანი ყოველდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მეოთხე ნაბიჯი სწრაფი ჯილდოა. გიორგის არ სჭირდება დიდი საჩუქარი, საკმარისია შესრულების მკაფიოდ დანახვა. ეს პატარა მომენტი მოქმედებას დასრულებულად აგრძნობინებთ. ყოველი შესრულების შემდეგ კალენდარზე ერთ ნიშანს აკეთებს. პატარა ვიზუალური კვალი მოქმედებას დასრულებულ მოვლენად აქცევს. ნიშნების ჯაჭვი მეორე დღის დაწყებასაც ამარტივებს. შემდეგ რამდენიმე წამით კმაყოფილებას ამჩნევს. ეს ხელოვნური აღფრთოვანება არაა, უბრალოდ შესრულებულ მოქმედებას ყურადღებას აძლევს. ასე ტვინი მიღწეულ ნაბიჯს უკეთ ამჩნევს. ჯილდოდ უსასრულო სკროლვას არ იყენებს, რადგან ის ახალ მოქმედებას ძველ ყურადღების მარყუშთან ისევ დააკავშირებდა. ჯილდო უნდა ეხმარებოდეს და არა აზიანებდეს სისტემას. სწრაფი უკავშირი მოქმედებას სრულ წრედ აქცევს. მინიშნება იწყებს ჩვევას, პატარა მოქმედება სრულდება, მოკლე ჯილდო ჩნდება და პროგრესის კვალი გამეორებას ამარტივებს. ჯილდო მცირე უნდა იყოს, მაგრამ დაუყოვნებელი. მეხუთე ნაბიჯი პროგრესის მარტივი აღრიცხვაა. სისტემა არ უნდა გადაიქცეს რთულცხრილად, რომლის შევსებაც ცალკე ჩვევას მოითხოვს. ერთი ნიშანი საკმარისია, შესრულდა თუ არა მინიმალური მოქმედება. დრო, ხარისხი და დიდი შედეგი პირველ ეტაპზე მეორეხარისხოვანია. თუ ერთ დღეს გამოტოვებთ, მეორე დღის მიზანი დაკარგული სანაზღაურება კი არა, ჩვევის უმცირეს ფორმაზე დაბრუნებაა. გიორგი ჩავარდნას მონაცემად იყენებს. თუ კითხვა ვერ დაიწყო, ამოწმებს მინიშნებას, გარემოს და მოქმედების ზომას. შემდეგ ერთ კონკრეტულ ნაწილს ამარტივებს. ერთი გამოტოვება შემთხვევაა. ორი ზედიზედ უკვე ახალი მარყუჟის დასაწყისი შეიძლება გახდეს. ახლა სისტემა 7 დღიან ექსპერიმენტად გადავაქციოთ. ამ კვირაში შედეგს კი არა, მხოლოდ მოქმედების დაწყების საიმედოობას ვამოწმებთ. პირველ დღეს მხოლოდ მინიშნებას ირჩევთ და თუ მაშინ წინადადებას წერთ. მოქმედების დრო და ადგილი ზუსტად უნდა ჩანდეს. მეორე დღეს მოქმედებას ამცირებთ მანამდე, სანამ ცუდ დღეზეც შესაძლებელი გახდება. ეს არის თქვენი მინიმალური ვერსია. მესამე დღეს გარემოს წინასწარ ამზადებთ. ყველა საჭირო ნივთი ჩანს, ხოლო ყურადღების განფანტავი ერთი ნაბიჯით შორს გადადის. შემდეგი 4 დღე სისტემის გამოცდაა. მეოთხე დღეს სწრაფ ჯილდოს ამატებთ, მეხუთე დღეს პროგრესს ნიშნავთ, მეექვსე დღეს ცუდი დღის მინიმუმს ცდით და მეშვიდე დღეს მხოლოდ მონაცემებს აჯამებთ. მეოთხე დღეს შესრულების შემდეგ ერთ ნიშანს აკეთებთ და რამდენიმე წამით დასრულებას ამჩნევთ. ჯილდო მარტივი და მშვიდია. მეხუთე დღეს ტრეკერს უყურებთ და მხოლოდ გამეორებას აფასებთ. ხარისხზე ზედმეტი განსჯა ამ ეტაპზე არ გჭირდებათ. მეექვსე დღეს სისტემა განზრახ რთულ პირობებში გამოცადეთ. დაღლილ საღამოს მხოლოდ უმცირესი მოქმედება შეასრულეთ. სწორედ აქ მოწმდება სისტემის გამძლეობა. ახლა ვნახოთ, როგორ უნდა იმუშაოს ჩვევა მაშინ, როცა დრო, ენერგია და განწყობა იდეალური არ არის. ცუდ დღეს გიორგი დიდ გეგმას არ ასრულებს, ის მხოლოდ ჩაის ასხამს, წიგნს ხსნის და ორ გვერდს კითხულობს. ეს მცირე მოქმედება დიდ შედეგს არ ქმნის, მაგრამ ჩვევის მარშრუტს ცოცხლად ტოვებს და დაბრუნებას ამარტივებს. კარგ დღეს მინიმუმს ბუნებრივად გადააჭარბებს. ცუდ დღეს კი მინიმუმი სისტემას ზედმეტი გმირობის გარეშე იცავს. ორივე დღე ჩვევის ჯაჭვის ნაწილად რჩება. ასე ჩვევა განწყობის გამოცდიდან გამეორების უნარად გადაიქცევა. გიორგი საკუთარ თავს ყოველდღიური მოქმედებით ახალ მტკიცებულებას აძლევს. იდენტობა ერთი დიდი განცხადებით არ იცვლება. ის მცირე მტკიცებულებების დაგროვებით მყარდება. ჩვევა იწყება, მეორდება, ნდობა იზრდება და ბოლოს ახალი თვითახკმა უფრო დამაჯერებელი ხდება. ყოველი პატარა შესრულება ამ გზას უფრო დამაჯერებელს ხდის. ერთი კვირის შემდეგ გიორგის ოთახი თითქმის იგივეა. შეიცვალა მხოლოდ რამდენიმე დეტალი, რომლებიც სწორ მოქმედებას ყოველდღე ამარტივებს. ის ჯერ კიდევ ყოველთვის მოტივირებული არ არის.
განსხვავება ისაა, რომ მოქმედების დასაწყებად მოტივაციის განსაკუთრებულ ტალღას აღარ ელოდება. მოტივაცია შეიძლება დაგაწყებინოთ. სისტემა გეხმარებათ, რომ დაბრუნება და გამეორება შეძლოთ. დღეს ერთი ახალი ჩვევა აირჩიეთ და კომენტარში დაწერეთ მისი მინიშნება და უმცირესი მოქმედება. სწორედ აქ იწყება თქვენი სისტემა.